ილია და ჯასტინი აშკარაა, რომ ეს ყველაფერი პირადულში გადავიდა. თითქოს ყოველი ბრძოლის წინ არსებობს შანსი, რომ სიძულვილმა იჩინოს თავი. ჯასტინ, მოდი შენი დავიწყებ. ბუნებრივია თუ არა, როდესაც ბრძოლის წინ მეტოქეებს შორის პირადული შუღლი ვარდება, საჭიროა, რომ სიტუაცია გამწვავდეს. გჭირდებათ ეს მენტალურად, რომ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოთ. რას ფიქრობთ ბრძოლის წინა პერიოდზე და ზოგადად მეტოქეებს შორის ურთიერთობაზე? არა, ვფიქრობ, ნამდვილად არ არის აუცილებელი პირადულში გადასვლა. საბოლოოდ ხომ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას ვცდილობთ და მგონი ეს უკვე საკმაოდ პირადულია. ჩვენი საქმეც სწორედ ეს არის. პირადული არასდროს არაფერი მithქვამს. ბრძოლის კვირა როცა დგება ჩვენ მებრძოლები ძალიან ემოციურები ვართ, ამიტომ ყველაფერს პირადულად ვიღებთ. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს რამე ვთქვი თუ არა, მაინც პირადულად მივიღებთ. თვითონაც რაც არ უნდა მითხრას პირადულად მივიღებ, რადგან მასზე გაბრაზებული ვარ. მე შენ პირადულს არაფერს გეტყვი, ნუ ნერვიულობ. კარგი, მომწონს, რასაც ახლა აქ ვაკეთებთ. პირველი განსხვავება ჩვენ შორის ისაა, რომ შენ შეეცდები და მე კი არ შევეცდები, არამედ ნამდვილად ვიზავ, რომ ზიანი მოგაყენო. ეს არის ჩემსა და შენ შორის განსხვავება. შენ შეეცდები რაღაცის გაკეთებას, მე კი ამას გავაკეთებ. კარგი, ილია, მოდი ეს თემა უფრო გავშალოთ. ბატონო გეიჯი, მადლობას გიხდით, რომ ახლა მანდ ხართ. ამ ყველაფერს ისმენთ და შოუს აკეთილდღეოდ არაფერს ამბობთ. ალბათ მსგავსი რამ აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ. არიცით როგორ მოიქცეთ. ვაფასებ, რასაც ახლა აკეთებთ. ილია, მოდი შენ ამ ბრძოლის წინა თავდაჯერებულობაზე ვისაუბროთ. როგორ ემზადებოდით გარე პირობებისთვის? რამე განსხვავებულს ხომ არ გთავაზობთ ამ ბრძოლისთვის თუ იქაც დარწმუნებული ხარ, რომ ჯასტინ გეიჯს აუცილებლად ატკენ? საკუთარ შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებული ვარ. ყოველთვის ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია ოქტაგონზე. რა თქმა უნდა, განსხვავებულ პირობებში მოგვიწევს ბრძოლა, რადგან ღონისძიება გარეთ გაზონზე ჩატარდება და ცხადია, ბევრი ვარჯიშეთ, რომ ამას შევჩერდით. როგორც ყოველთვის ვამბობ ჯასტინს, როგორც მეტოქეს პატივს ვცემ. ფიქრობ, ამ სპორტში ბევრს მიაღწია, თუმცა ჩემსა და მას შორის დიდი სხვაობაა. როგორც თავად თქვა, შეეცდება რაღაცეების გაკეთებას. მე კი აუცილებლად გავაკეთებ ამას. შედეგს დავდებ. რაღაცის გაკეთებას კი არ შევეცდები, არამედ აუცილებლად გავაკეთებ ამას. გეიჯი, არ ფიქრობ, რომ ის შენზე უფრო თავდაჯერებულია? თითქოს მე ახლა ამას უსმენ. მას ყველაფრის ჯერა, რასაც ამბობს. ზის საკუთარ კუილს ყმოსავს და თავი ღმერთი ჰქონია. ის ჩემნაირი ადამიანია, ვაჩვენებ, როცა ნიკაპში მოვარტყამ. ისიც ისევე დაიძინებს, როგორც ყველა დაიძინებდა ჩემს მორტყმულ მუშტზე. ვისმინე, მეც შემიძლია დავჯდე და მომავლის განჭვრეტა დავიწყო და ვთქვა მას მეორე რაუნდის მეორე წუთსა და მე-10 წამზე გავთიშავ, მაგრამ ეს სპორტი ასე არ მუშაობს. ეს იმდენჯერ გამიკეთებია, რომ იქ რაიმე მოლოდინით აღარ გავდივარ, მხოლოდ ძლიერ მეტოქესა და მსოფლიო დონის მებრძოლს ველოდები. ბოლო სამი ბრძოლა უბრალოდ ფანტასტიკურად დაასრულა და წინ უდიდესი გამოწვევა მელოდება. 5-1-ზე ვარ ანდერდოგი და ცხადია, იცით, მთელი მსოფლიო ჩემს მარცხს ვარაუდობს. მე კი წნეხის ქვეშ უფრო მაგრად გამოდივარ. შენ სერიოზულ მეტოქეთ თვლით და სწორედ ამიტომ დავიხარჯე ბოლომდე ვარჯიში. მიყვარს ასეთი სიტუაციები, ძალიან მიყვარს. მიყვარს ჩემ გათიშვაში, რომ დარწმუნებული ხარ, რადგან როცა ბრძოლა მეორე რაუნდში გადავა, მერე მესამეში უცებ ვიფიქრებ, უი, ამდენი სისურვით ყვილად ვილაპარაკეო. ძმაო, მეორე ან მესამე რაუნდი არასდროს დადგება. ეს არასდროს მოხდება. მე შენ პირველივე რაუნდში გაგთიშავ, ამაში ეჭვი ხომ არ გეპარება. სულალივით გამოჩდები, როცა იქ მივალთ. კარგი ბიჭებო, კარგი ბიჭებო. მომწონს, რასაც ვაკეთებთ. სწორედ ამიტომ მიუძღვებით მთავარ ბრძოლას. ერთმანეთთან ბრძოლა მოგვიწევს, ამიტომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე დღეში ერთმანეთს შევხვდებით, ასე რომ შეუძლია იყოს ისეთი ემოციური, როგორიც უნდა. მე საერთოდ არ მადარდებს. ჯასტინ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ის არის, რომ იგრძნობ იმას, რაც აქამდე არასდროს გიგრძნია. ჩემნაირს არასდროს შეხვედრით. მე ნოკაუტში უკვე ვყოფილვარ. 30-ზე მეტი ბრძოლა მაქვს ჩატარებული, ამიტომ ვერაფერს ისეც მაგზნობინებ, რაც გამაკვირვებს. კი, ეგ სიმართლეა, ვიცი. სიმართლეს ამბობს. ორივესთან მაქვს შეკითხვა, ამიტომ ჯერ ილიათი დავიწყებ. ილია, როცა ჯასტინის ბრძოლებს უყურებ, რას ხედავ? ხედავ მის სტილში რაიმე სისუსტეებს, რითიც შეგიძლია ისარგებლო? ის ქაოტური მებრძოლია. ბრძოლაში ქაოსი სჭირდება, მე კი ამ ქაოსში სიმშვიდე შემომაქვს. და როგორც უკვე ვთქვი, საბოლოო ჯამში საერთოდ არ მადარდებს, რა შემოგთავაზებს ბრძოლაში. როგორი იქნება მისი სტრატეგია? მე გავალ, ჩემს საქმეს გავაკეთებ და აქვე თუ გინდათ ჩემს სტრატეგიასაც გეტყვით. ჩემი სტრატეგია გავიდე და თავი მოგაძრო. ხოლოს ამის გაკეთებას ვაპირებ. კარგი და ბატონო გეიჯი, თქვენ როგორი საშიში ხარ? ძალიან მეშინია. ისე ჟღერდა თითქოს ცოტა მეც შემეშინდა, საერთოდ არ ჟღერდა ირონიულად.
ძალიან გულწრფელად ჟღერდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საქმეა, ორივე შევეცდებით ერთმანეთს თავი მოვაძროთ. ჩვენი საქმეა ეს. ამ სპორტის არსიც ესაა. ერთმანეთის ბრძოლებს თუ უყურებთ, სპარინგ პარტნიორები თუ მოგყავთ, რომლებიც თქვენი მეტოქის სტილში ჩხუბობენ, ეს ნორმალურია ბრძოლის კვირაში. როგორ უდგებით ამ საკითხს? ორივე ერთნაირად იქცევით, გეიჯი შენით დავიწყებ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მყავს. მას ვენდობი, რომ ბევრი ბრძოლის ვიდეოს უყურებს და სათამაშო გეგმას ვარჯიშებში ჩართავს. მე ზოგადად მოქმედებით ვსწავლობ, ამაზე საუბარი არ მჭირდება. ასე რომ მწვრთნელმა სათამაშო გეგმა უკვე შეიმუშავა და მეთოდიც გვაქვს თუ როგორი ვიყო კრივში უფრო ეფექტური. იმისთვისაც მზად ვარ, რომ ფეხებში შემოვიდეს და ჩემი წაქცევა სადოს. ამბობს, რომ დგომში ვიჩუბებთ, მაგრამ მას მერე რაც რამდენჯერმე მოვატყამ, დაივიწყე, ეგ საერთოდ არ მოხდება. სპეციალურად გათქმევინე, დავიმახსოვრებ ამას. კარგი, თავად ნახავ. ჩემი მხრიდან თეიქდაუნები საერთოდ არ იქნება. შეიძლება შენ ცადო ჩემი წაქცევა, როცა გატკე. მართალი ხარ, შეიძლება გადაგიყვანო პარტერში, ამას შერეული საბრძოლო ხელოვნება ჰქვია. კარგი, ცადე თუ გინდა, ყველაფრისთვის მზად ვარ. რაც გინდა ის გააკეთე, თუ კი შეძლებ და გამოგივა. საერთოდ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებ. გაიძულებ გააკეთო ის, რაც მე მინდა. მსოფლიო ჩემპიონი ტყუილად არ ვარ. ის უბრალოდ ლაპარაკობს. პედიზე თქვა, პედისთან შანსი არ მქონდა, მე კი ის დავამარცხე. მე უკვე დავამტკიცე, რომ უბრალოდ არ ვსაუბრობ, სიტყვას საქმედ ვაქცევ. სამჯერ მოვიგე მსოფლიო ტიტული. შესანიშნავი ხარ, შენი მიღწევები შეუდარებელია, ბრწყინვალე მებრძოლი ხარ. ამ ეკრანზე მეფე ახლა მე ვარ, ჩემპიონიც მე ვარ, ასე რომ გირჩევნია, მოკეტო. ბატონო მეფე, ყოველთვის ფორმაში ხარ. ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს? ცხადია, მსუბუქ წონაში ჩაბარება ჩემი აზრით ორივე მხარესთან ძალიან დამღლელია. ბრძოლის კვირას ამ ეტაპზე როგორ ვართ? თავს ძალიან კარგად გრძნობ. როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩემი ცხოვრება ერთ უწყვეტ საწვრთნელ ბანაკს გავს. ასე კარგად თავი არასდროს მიგზნია. სუბუქ წონაში ეს ჩემი მესამე ბრძოლაა და ჩემი სხეულის მიეჩვია, რადგან ადრე ქვემ სუბუქში წონა რომ ჩამებარებინა ფაქტობრივად თავის მოკლა მიწევდა. პირველი შემთხვევაა, როცა საწვრთნელი ბანაკის თითეული წამით ვტკბები. ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ ამ ღონისძიებაში მონაწილეობით, რომელიც ალბათ არა მხოლოდ UFC-ს, არამედ მთლიანად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. ასე რომ ძალიან მოხარული ვარ. შენ რა სიტყვი გეიჯი? ფიზიკურად როგორ ხარ? წონას იკლებ უკვე? უკვე ამ პროცესს გადიხარ თუ კვირის ბოლოსკენ დაიწყებ? თავს როგორ გრძნობ? მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყება. ეს შემთხვევა ცოტათი განსხვავებულია. პარასკევის ნაცვლად შაბათს ვიწონებით, თან 9 საათის ნაცვლად დილის 11 საათზე. პროცესიც ოდნავ განსხვავებულია, თუმცა საბოლოო ჯამში 155 ფუნტამდე ჩამოსვლა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ამას გვერდს ვერ აუვლი. წონის კლების პროცესში ეს ყველაზე ცუდი ნაწილია. ძალიან ვაფასებთ, რომ ორივე ამას აკეთებთ. მართლა ვაფასებთ ამას. ვიცით, რა საშინელებაც არის, ამას ვერასდროს შევძლებდი. ჭამა ძალიან მიყვარს. კომფორტულად ყოფნა მიყვარს. და ამიჯერე ჩვენს გვიყვარს. ძალიან გვიყვარს. კი, მაგრამ ჩემზე ბევრად მტკიცებს იქიკა გაქვთ, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ გარემოს, სადაც სულ მალე ორივე აღმოჩნდებით. მსგავსი ღონისძიება ცხოვრებაში ერთხელ ხდება და ალბათ არ ვცდები ამას რო ვამბობ. რა სიტყვით, ტაი? მართალი ხარ და ყველა მოუთმენლად ელის. ნამდვილად ცხოვრებაში ერთხელ ხდება ასეთი რამ. ასევე თუ არ ვცდები არც ერთ თქვენგანს არაზრუს უჩხუბია მსგავს გარემოში, რადგან სავსე დარბაზებს ხართ მიჩვეული. ახლა კი ღია სტადიონზე გიწევთ გამოსვლა, ტემპერატურას ვერ აკონტროლებთ. შეიძლება მწყერებით გეყლაპოთ, შეიძლება იწვიმოს, ქარი იყოს და პლუს ამას შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი. იქ ალბათ სულ 400 კაცი იქნება, რაც ძალიან ჰგავს Apex. ან COVID-ის დროს ჩატარებულ ბრძოლებს. ამ ყველაფრის დასაბალანსებლად რამის გაკეთება გიწევთ? თუ ეს ისეთი შემთხვევაა, სადაც ნათელია, რომ არც ერთს არ მოგწონთ ერთმანეთი და დიდი სიამოვნებით სადმე ქუჩაში ამ ბარში მიბეგვავდით ერთმანეთს. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ჯასტინ, შეგიძლია შენ დაიწყო. სოფელში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ამიტომ წერებიც იყოს და სიცხეც არ არის პრობლემა. სიცხისთვის ნამდვილად მოვემზადე, ვარჯიშების დაწყებამდე და შესვენების დროს საუნაში შევდიოდი ხოლმე. წერებს რაც შეეხება საერთოდ არ მადარდებს. იქ იმდენად ფოკუსირებული ხარ, რომ არც ხალხი არსებობს და არც განათება. მხოლოდ მე და ეს ბატონი მეფე ვართ და ერთმანეთის განადგურებას შევეცდებით. მაგრად მომწონს ის ფაქტი, რომ მეფეს მეძახი. არც ისი ყოფილ ხარ, მეფეს აღარ დაგიძახებ.
ძალიან მომწონს. გონი ჩემი ბრალია ჯასტინ პირველი მევთხი ასე რომ ჩემს თავზე ვიღებ. უბრალოდ მისი ეგოს აწევა მინდა ისედაც სისურველეებს როშავს. მე შენი მეფე ვარ. შენი მეფე ვარ იცოდი. ბატონო მეფე, პრეზიდენტის სასახლეზე კითხვა მაქვს. გარემოსთვის თუ მოემზადე ან საერთოდ თუ გიფიქრია ამაზე. აშკარაა რომ ეს ნამდვილი სანახაობა იქნება, წარმოუდგენელი რამ იქნება. ახსენე რომ UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა. ვფიქრობ ეს ზუსტად აღწერს იმას, რაც საბოლოო ჯამში შეიქმნება. ხალხი შეიძლება დაატკბეს ან არ დაატკბეს სანახაობით, ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი თვალი იქნება თქვენს ბრძოლაზე მომართული, თუმცა ბატონო მეფე, უნდა ვაღიაროთ რომ ეს გარემო შენთვის მაინც უჩვეულო იქნება. ცოტათი განსხვავებული გარემო იქნება, მაგრამ მე ბევრნაირ სიტუაციაში ვყოფილ ვარ. არ მადარდებს წინ ვინმე დგება. საბოლოო ჯამში ვიქნებით მხოლოდ მე და ჩემი მეტოქი. ორივეს ერთნაირ პირობებში მოგვიწევს ბრძოლა, ასე რომ რაც არის ეგ არის. ერთადერთი რაც ვიცი და რაც ბატონმა მეფემაც იცის ისაა რომ პირველ რაუნდში გავთიშავ. კეთილი შაბათს ვუყურებთ და გელოდებით. თვალი არ დაახამხამოთ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება.